ნამასწორებელს ვუთხრებ, რომ იქ არის და ვიცი, იმით არში და ეს ცისატყალა აი ეს ეგნა დუდუდუ. რაზა მეზიქარდი? Wow. I did a whole belly. That's all for me. I did a whole belly. I'm going to take a like her. აქ ისევ მაჰეტენზე მივდივართ აპრილის თვეში რაღაცა ხშირად მოგვიწია მაჰეტენზე სიარული ამჯერად ლილეს გარეშე ლილეთ ბაღში დავტოვეთ და შემდეგ წავედით მაჰეტენზე საიმიგრაციო საქმეებს მოგესალმებით. როგორ ახართ? დღეს არის 29 აპრილი. ეს ვლოგი რაღაცა ამ კვირაში დატვირთული არ არის. არ ვიცი რამ ხელა გამოვა, იმიტომ რომ ხო ყველა ვლოგი ერთნაირად ზომის დროის ხომ არ გამოვა მართალია, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს, რა თქმა უნდა, დრო 4 შაბათი და 5 შაბათი და 2 დღე გვაქვს კიდევ იმისთვის, რომ ეს ვლოგი ამ ვლოგს აქვს კიდევ 2 დღე შანსი, რაღაც საინტერესო შემოგთავაზოთ, რაღაც საინტერესო მოგიყვეთ. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ვლოგში არ ვიცი, გითხარით თუ არა, მაჰეტენზე რო ვიყავით მე და სოსო პასპორტი რო ჩამომართვეს. თქვი უკვე ერთი წუთი გადავხედო ვიდეოებს. შევამოწმე და არ მithქვამს. ესე იგი, რა არ მithქვამს და 2 წლის მერე ვინც ინსტაგრამზე ხართ, იმათმა უკვე იცით რატო ვიყავი მაჰეტენზე. გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამ ახი, აქვე გეტყვით, იმიტომ რომ იქ უფრო მალე გებულობენ ჩემი გამომწერები, რა ხდება ჩემს თავს. თქვენ გებულობთ ერთი კვირის მერე, იქ მალე გებულობენ. ამიტომ გელოდებით ინსტაგრამზე ყველას. ესე იგი, ლილეს გავუკეთე წიწიბურა, უნდა ჭამოს და დაიწინოს. მაჰეტენზე რატო ვიყავი ამჯერად ძალიან ხშირად მომიწია ამ თვეში მაჰეტენზე გასვლა. 2 წლის მერე გადაწყვიტა საიმიგრაციო. ერთი წუთი მაწული გვაქვს კიდევ და ჩემშვილს უნდა მაწვით წიწიბურა და გონია. 2 წლის მერე გადაწყვიტა საიმიგრაციომ, რომ ჩემთვის ჩამოერთმია პასპორტი. რომელიც მე ხა რო გითხრათ რომ ჭირდებოდა და ჩემთვის რაღაცას წარმოადგენდა ის პასპორტი არაფერს. აქ არაფერში ამერიკაში არაფერში აღარ მჭირდებოდა ჯერჯერობით რა, ყოველ შემთხვევაში. სადმე თუ არ წახვიდოდი რა. მე საწესვას არ ვაპირებ, ჯერ ვერ ვაპირებ ფიზიკურად ზანაც რომ მიდოდეს ვერ წავალ ვერსად. ხო და არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ მიწყვიტავდა მე ეგ პასპორტი, იმიტომ რაშიც მჭირდებოდა ყველაფერში ხა 2 წლის მანძილზე. გამოვიყენეთ უკვე ეს ბანკის ბარათები იქნებოდა თუ იმ ბარათსაც შექმნი პასპორტის გარეშე რო დაგჭირდეს. მაგრამ მანდ გამოვიყენე უკვე სოუშელი ავიღე უკვე, ანუ მართვის მოწმობა ID მაქვს და ანუ ყველაფერი მაქვს უკვე, აღარ მჭირდება ეს შენი პასპორტი, მაგრამ რა ტინგიცაობა რა მაიმუნობა არის 2 წლის მერე პასპორტის ჩამართმევა, არ ვიცი. ნუ მე ვერაფერს ვერ დამაკლებს, ესე ვთქვათ რა, არა უშავს, ჩამომართვეს, ალბათ ესე იყო საჭირო.
ამის თქვა შემიძლია. კიდევ იმის თქვა შემიძლია, რომ თქვენ ბლოგებში ვთქვი უკვე, რომ 7 მაისს არის ლილეს დაბადების დღე. და გამოდის, რომ შემდეგი ვლოგი უკვე იქნება მთლიანად აი მომზადების ვლოგი დაბადების დღისთვის. ლილეს კლასელებისთვის, ჯგუფელებისთვის უფრო სწორად საჩუქრების ყიდვის დღე. იმ ვლოგში იქნება შემდეგი პარასკევის ვლოგში. საჩუქრების სიმბოლურად რა, ეხლა ისე კი არა, ბაღში როგორც ხდება, აქ ვინც ახართ იცით, რომ სიმბოლურად პატარ-პატარა საჩუქრებს ჩუქნიან ბავშვები ერთმანეთს. იუბილარი ჩუქნის იმას, რა ქვია, თავის ჯგუფელებს. ხო, და ეგ სიმბოლური საჩუქრები მაქვს საყიდელი, ამას ყველაფერს თქვენთან ერთად შემდეგ ვლოგში გავაკეთებ. და მიცა დაგაყენოთ კარგად. ცოტა ახლოს არის, მაგრამ გვიან მოვედით. ამას თქვენთან ერთად შემდეგ ვლოგში გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ ესეც თქვა მოქვს ვლოგებში, რომ ორი ვარიანტი გვაქვს აღნიშნის. ეს არის ლილეს თხოვნით პარკში წასვლა თავის მეგობრებთან ერთად. პარკში წასვლა სადაც ის არის, რა ქვია, დავდივართ ხოლმე, მაყალიც არის, მაგიდაც არის და სკუტერის წამოვა და მწვადს შევწვავთ რა. მარტო მწვადი, ისეთი სუფრებსის და იმის გაკეთებას არ ვაპირებ და არც ფინანსები არ მაქვს მაგის სიმართლე გითხრათ. ან თუ ცუდი ამინდი იქნება, მეორე ალტერნატივა ის არის, რომ წავიყვანთ გასართობ ცენტრში მის მეგობართან ერთად და იქ აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. ასე რომ ორივე ვარიანტს განვიხილავთ. დამოკიდებულია ყველაფერი ამინდზე. 6 მაისს გეგმავ უკვე რომ შევიძინო რაღაცეები, ტორტიც, ყველაფერი აბსოლუტურად სასაჩუქრე ისინი პაკეტები, უნდა გავამზადო ყველაფერი. ამ ვლოგში არა, მე კაბა შევუძინე ლილეს დაბადების დღისთვის ამაზონზე. შემდეგ ვლოგში ნახავთ რა კაბაც ეცმევა დაბადების დღეზე. თვითონაც ძალიან ელოდება ამ დღეს, მეც ძალიან ველოდები ყოველ წელს ლილეს დაბადების დღეს ველოდები. შვილის დაბადების დღე და ბედნიერი დღეა რა, ყველა მშობლისთვის ასე მგონია და აი ძალიან ისე მზადები ხოლმე. თან რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტად უკვე რო ხვდება, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ელოდება თვითონაც, მეც უფრო მეტად ვცდილობ, რომ ყველაფერი ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რომ ჩავეტიო ბიუჯეტში და არა გვაქვს ახლა ის ეტაპი ამ ცხოვრების ამ დონეზე, იმ ეტაპზე არა ვართ, რომ რაღაც გრანდიოზული გავაკეთო და არც არის ჯერჯერობით საჭირო, მე თუ მკითხავთ. თუმცა რომ მქონდეს საშუალება ალბათ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეგეთი ტიპის ადამიანი ვარ. მაგრამ ვითვალისწინებ ჩვენს ბიუჯეტს ჯერჯერობით და რისი თავიც გვაქვს, იმას გავაკეთებ. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ლილეს ოქროს დაბადების დღისთვის ჩვენ უკვე შედარებით კარგად ვიქნებით და ოქროს დაბადების დღეს გადავუხდი ნამდვილად აი ესე გრანდიოზულს, იმიტომ რომ მეც ბავშვობიდან მინდოდა ყოველთვის, რომ რაღაცნა განსაკუთრებულად ველოდებოდი ჩემი ოქროს დაბადების დღეს, 23 წლის როცა გავხდებოდი და მეგონა რომ ეს დაბადების დღე იქნებოდა ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული და პირველი და უკანასკნელი იმ გაგებით, რომ ანუ ეს ოქროს დაბადების დღე მეორედ აღარ მეორდება და ისე მოხდა, რომ ისე მიეწყო, რომ ფული მქონდა გადასახდელი, ანუ მომცა ჩემმა ქმარმა უკვე ლილეს მყავდა მაშინ. რესტორანშიც უნდა წავსულიყავი ყველაფერი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერსად ვერ წავედი და სახლში გავატარე ეს ჩემი ოქროს დაბადების დღე და საღამოს უბრალოდ მეგობართან გავედი სტუმრად და ყავა დავლიეს, აი რაღაცა ესეთი. ხო და მინდა რომ ლილეს კონდეს ძალიან მაგარი ოქროს დაბადების დღე და იმედი მაქვს რომ გამოგვივა, თავარია ჯანმრთელები ვიყოთ და ახლა რა გზასაც ვადგავთ ის გავიტანოთ ფინალში. ამ 2 წლის განმავლობაში. წესით უკვე ყველაფერი მორჩენილი უნდა იყოს მაგ დროისთვის. ჩვენს სასიკეთოთ იმედია. ხო და ესეთი ამბები გელოდებათ შემდეგ ვლოგში. შემდეგი ვლოგი იქნება ბევრად მსუყე, ბევრად ინფორმაციული, ბევრად სასიამოვნო საყურებელი. თუმცა ეს ვლოგი აქ არ მთავრდება, დიდი იმედი მაქვს, რომ 4 შაბათი და 5 შაბათი რაიმე საინტერესო შემომთავაზებს და შემეძლება თქვენთვის გაზიარება და ძალიან მოხარული ვარ იმ ამბითაც, რომ ეს გამომდის ტრადიციულად კვირაში ერთხელ ჩემი ვლოგი ყოველ პარასკევს დაიდება, თუმცა წინა ვლოგი დაიდო შაბათს, უნებურად გამომრჩა დღე, რომ პარასკევს უნდა დამედო
მე რატომღაც უცებ საქართველოში მეგონა ალბათ თავი არ ვიცი რატომ მოვიქეცე ეგრე პარასკევს დავამონტაჟებ მეთქი და პარასკევს დავდებ თქო და ის დამავიწყდა რომ მე ყოველთვის ხუთშაბათს ღამევდებ თქვენთვის ვლოგს რომ პარასკევს დაიდოს თქვენთვის მაგრამ არა უშავს ერთი დღე დავაგვიანე ამ კვირაში არ დავაგვიანებ პარასკევს დაიდება აუცილებლად ვლოგი გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ არხი ვინც მაინც უყურებთ ჩემს ვლოგებს მხოლოდ იმ ადამიანებს მოგმართავთ ვისაც ვინც ბოლომდე უყურებთ ჩემს ვიდეოებს დამიწერეთ ადამიანებმა ვინ უყურებთ ბოლომდე ჩემს ვიდეოს იმიტომ რომ გადავხედე სტატისტიკას ზოგი ნახევრამდე მიდის და თიშავს ზოგი დასაწყისშივე თიშავს 10 წუთის მერე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი მუდმივი გამომწერები ვინც არიან და მაყურებლები ისინი ბოლომდე უყურებენ ვინც მართლა მაყურებელია ჩემი და კომენტარებში მე თითოეულ თქვენგანს ვხედავ ვინ მიყურებთ მართლა ზედიზედ ყოველთვის ყველა ვლოგს თუმცა ის ადამიანებიც მშვენივრად ვიცი და მიწერენ ხოლმე რომ მე ვუყურებ შენს ვლოგებს შენს ლაივებსაც მაგრამ კომენტარებს ხშირად არ გიწერ თუ ასეთ ადამიანებსაც პატივს გცემთ და გთხოვთ ძალიან რომ თუ გაინტერესებთ ეს კონტენტი თუ გაინტერესებთ მე ხო გიხარიათ მოგწონთ არ ვიცი კომფორტულად გრძნოთ ჩემს ვლოგის ყურებისას თავს ხო გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ეს ჩემი გადაღება იქნება მონტაჟი იქნება თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზება ეს ყველაფერი მე უნდა გავაკეთო მაგრამ თქვენი მხრიდან გთხოვთ რომ დაალაიქოთ ხოლმე ვიდეო რასაც არ ვუჩივი ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ჩემი მაყურებელი ამის ფუფუნებას მაკლებს თქო ნამდვილად არ ვუჩივი არც ლაიქებს და არც ნახვებს იმის გათვალისწინებით რომ კვირაში ერთხელ ვდებ ვლოგს მაგრამ მაინც გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ხოლმე ვიდეო ძალიან გთხოვთ და ძალიან გამეხარდება თუ არ დააკომენტარებთ, აი მინიმუმ დაალაიქეთ მაინც, თუ არ დააკომენტარებთ. თუმცა თქვენი კომენტარებით ძალიან სიამოვნებს. ესეთი პატარა ინფორმაციით ჩაგერთვეთ ჩემო ძვირფასებო, როგორც გითხარით 29 აპრილია და ხვალ არის ამ წლის მაისის ბოლო დღე, 30 მაისი. მაისი რაღა იყო და აპრილის, ამ წლის მაისი რატო ვთქვი აპრილის, კაცო, აპრილის ბოლო დღეა და ხვალ და რაღაცნაირად მიხარია მაისი რო იწყება ჩემი გოგოს თვია და ბედნიერი ვარ და შემოგიერთდებით უკვე ხვალ დღეს გავაკეთეთ შებურეკები თქვენს გარეშე იმიტომ რომ არ ვიცი იცი რა არის სამზარეულოს ვიდეოები დალაგების ვიდეოები რა მოგწონთ ჩემგან თუ რასაც გთავაზობთ აი ეს ესეთი ამ სახის ხო ცოტა ის ესე ჯობია მე მგონი. თუმცა თუ რაიმე მოლოდინი გაქვთ, ან სურვილი გაქვთ, რომ აი დალაგების ვლოგი დაიდოს ერთი დღე, ხო, ერთი კვირაში. ან სამზარეულოს. საჭმელების რაღაც დავგეგმავ მაშინ და რამე განსაკუთრებულს მოვამზადებ თქვენთვის, თქვენ ამ ვლოგისთვის რა. ხო? აი რა როგორი, თუ როგორცაც ვაკეთებ ესეთი დავტოვო და ცოტა ის, ხო? მე მგონი ესე ჯობია. ეგ უხდება ფაქტურად გამოდის რომ მე მთელი კვირა ვიღებ თქვენთვის და მთელი 7 დღის ვლოგს გთავაზობთ როგორ გაიარა ჩემ 7 დღემ თუმცა დეტალურად რა თქმა უნდა არ ვიღებ იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავმეორდები რომ აზრი არ აქვს როცა ეხა ისევ ზივარ და საქმეები მაგ დამთავრებული და ან ლილესთან ერთად თამაშობ თან რაღაცას ვუყურებ ან რაღაცა ხო თუმცა მეორე ტელეფონით რომ მქონდეს კარგი იქნებოდა მე რო ვუყურებ თითქმის ყველა ვლოგერს აქვს ორი ტელეფონი მინიმუმ მართლა ძალიან კომფორტულია რა, იმიტომ რომ უფრო ბევრ რაღაცას გადავიღებდი. ლაივში როცა ვარ მაგასაც გადავიღებდი და საინტერესო იქნებოდა რა. ხო და დავფიქრდები მაგაზე, ოღონდ სამომავლოდ ჯერ ვერა, იმიტომ რომ ამ ტელეფონის განმოდებას ივლისში ვამთავრებ ხალხო. ეს ჩემი iPhone-ის განმოდებას ვამთავრებ წელს ივლისში. ასე რომ ხელთავიდან აღარ მინდა ჯერჯერობით დასვენება მინდა განმოდებისგან, გადახდებისგან და მომაკლდეს ცოტა ხანი და მე ვუყურებ ხა ჩემს სახეს და საკმაოდ შეიფერა ჩემი სახის ფერი, ხო? უფრო თეთრი ვიყავი და ცოტა ფერი დამედო გარეთ რო წანწალებ ეს კარგამინდებში და თქვენ ნახეთ ისე კიდე როგორ გავმუხდები, ძალიან მეკიდება სახეზე მზე. ძალიან. წავედი დაგემშვიდობებით ახლა და შემოგიერთდებით უკვე შემდეგ ჩართვაში. სალამი ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოდით ახლა ერთად გავაკეთოთ ჩვენ თაშმიჭაბი. სიმართლე გითხრათ, თაშმიჭაბი არასდროს არ მიჭამია.
მაგრამ პიურე და ყველი მიჭამია ერთად და ძალიან კარგი გემო აქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ თაშმიჯავსაც ბევრად კარგი გემო ექნება და თან წეღან ვიდეოში შემხვდა და ძალიან მომინდა. ასე რომ კარტოფილიც გვაქვს და ყველიც. რა გუშლის ხელს რომ გავაკეთოთ, ხო? არც არაფერი. ესეთი პატარა ქვავს ავიღებ და დავიწყებ კეთებას, ამას ეყოფა, ძალიან ცოტას გავაკეთებ რა სატესტად და თუ მომეწონა, სხვა დროს მე უფრო ბევრს გავაკეთებ. მოდით ახლა დღეს გავაკეთებ 2 კარტოფილით. 2 კარტოფილით და თან მოგიყვებით რაღაცას. ესე იგი, დღეს ჩვენ დილით 30 აპრილს ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ. ეხლა ცოტა მეღიმება, მაგრამ ესე იგი, დილით ავდექი და ლილე გავამზადე ბაღში წასასვლელად. და მე შევედი, ესე იგი, მოდი დავიწყებ რა, სასო როგორც კი დგება ხოლმე. თუ ჩემზე ადრე ადგა, ჩემზე ადრე ადგომა ნიშნავს ჩემზე 5 წუთით ადრე ადგომას რა. თუ ჩემზე ადრე ადგა, სოსო ადგავს ჩაინიკს ყავისთვის, იმიტომ რომ თან მიაქვს ხოლმე ყავა. თუ მიავდექი სოსოზე ადრე, მე დგავ ჩაინიკს. და სოსო იმზადებს და მიაქვს რა მე. დღეს ისე მოხდა, რომ სოსო ადგა ჩემზე ადრე და დაადგა ჩაინიკი. და მე საუხები ფეხებში რა, ეგრევე მივყევი ავდექი. ჩავაცვილეს, მოაწესრიგე, ყველანაირად გავამზადე და მე შევედი საპირფარეშოში. ფერპირი და მეგანა მეც მოწესრიგებული ყავ. მე ასად არ მივდიოდი, მაგრამ ნუ ავდექი და. ხო და გამოვდივარ ვანიდან, ვანაში დავაყოვნე სადღაც 5-7 წუთი. მეტი არა. ხო და გამოვდივარ ვანიდან და სუნი მცემს დამწვეს. და სანამ ვანაში შევიდოდი, ეს ჩაინიკი აი ეს ადუხდა. და გავთიშე, რომ გავიგეს ტვენის ხო. გავთიშე და ისე შევედი საპირფარეშოში და გამოვედი 5-7 წუთში. სამზე დამწვეს და სოსოს ვეუბნები, რა დამწვეს უნია მეთქით. ანუ ვიხსენებ ჩაინიკი ხო გავთიშე, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ეს ყური უცხელდება და ის პლასმასი უშვებს სუნს, მაგრამ აშკარად პლასმასის სუნი არ იყო. გამოვიდა სოსო სამზარეულოში და ჩაინიკი გათიშულია, მაგრამ ღუმელიდან გამოდის ესა ბოლი. εν რაოდენობის ბოლი გამოდის ღუმელიდან. ხო და გაავო სოსომ ეს ღუმელის კარი. სოსო ცოტა დაიბნა და მე ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ვეთმაგობა, რომ არადროს არ ვიბნევი. აი მაგალითად რაღაცა ბავშვს რაღაცა პირში ცდება ხო სასულეში. პირობითად რო ავიღოთ ექსტრემალური სიტუაცია. არ დავიბნევი, მქონია ეგეთი შემთხვევა. ანუ არ ვიცი რა, მე უფრო ვიცი ნერვიულობა, მაგრამ იმ სიტუაციაში და იმ მომენტში ძალიან მობილიზებული ვარ ხოლმე ნებისმიერ სიტუაციაში. ხო და ამ შემთხვევაშიც ეგრევე გამწოვი ჩავრთე, მე ფანჯრები ყოველთვის ღია მაქვს სახლში. ზამთარშიც და ზაფხულშიც. ზამთარში პატარაზე მაგღია, მაგრამ ასანთით რო ვანთებ, გეტყვით რატო ვანთებ ასანთი დგას. ხო და ზაფხულში ხო ღია მაგ და ზამთარშიც ღია მაქვს რა პატარაზე. ხო და გამოაღო და ჩავრთე ეს გამწოვი სასტრაფოდ. ეს გაზი გავისა, ღუმელი გავთიშე. ფანჯრები უფრო ავწიეთ. ხო და ეს ბოლი ძალიან მალევე გაიწოვა რა, გამწომა რა. მალევე რომ მივიღე ზომები. ხო და მე ახლა ეს ყველაფერი კაი გადავრჩით. შიგნი მელაგა ხოლმე ახლა თქვენ დარწმუნებული ვარ ოჯახში ღუმელი როცა ჩართული არ არის, შიგნით ინახავთ ხო რაღაცებს. მე მაგალითად მქონდა საკვების სასწორი აპარატი. მქონდა ფქვილი შიგნით თავისივე ტომარით შენახული, მქონდა ფუდნოსები, რაზეც ვაცხობ ხოლმე ხო? ეს ყველაფერი მელაგა შიგნით და
ჩაირთო ხო ზედა და ქვედა წვა აქ ამ ღუმელს და ჩაირთო მხოლოდ ქვედა წვა თურმე და ქვედა თაროზე რაც ელაგა დაიწვა ის აპარატიც დაიწვა საჭმლის სასწორიც დაიწვა ყველაფერი რავი რა განადგურდა ხო და თვითონ ღუმელი შეგნით ყველაფერი რიგზეა ახლა იქ არაფერი არ დამწვარა თვითონ ის რკინები და ისინი არანაირად დაიწვა ნუ რო შეიხედო ხა შეგნით ახალი ვითარი ვერ შეატყობ ახლა დიდ რო იწოვდა აქაურობა ხო და ეს ღუმელი შენ თუ სენსორიდან არ ჩართე წინა ღილაკებიდან ღუმელი არ ირთვება ჩემს სახლში ნახეთ ეხლა მარტივად რო გაიგოთ აი ამ ღილაკებიდან ღუმელს ვერ ჩართავ ქვემოთ ეს ღილაკები ანუ 5 ხო არის 5 კამფორაა ზემოთ და მხოლოდ აი ამ კამფორებისთვის არის ღუმელს ქვემოთ ვერ ჩართავ რასაც არ უნდა მიაწვე აქ ღუმელი არ ჩაირთვება დაბლა ღუმელი ირთვება აი ამ სენსორით აი ნახეთ აი აქ რომ რიცხვები წერია ტემპერატურა ეხლა ჩამქრალია იმიტომ რომ დეინდან მაგ გათიშული და იმიტომ ავანთე ასანთით წეღან დეინდა რო გათიშა ღუმელი არ არსებობს რომ ჩაირთოს ხო შემთხვევაში არ ჩაირთვება რა ხო და გავთიშე დენიდან ხო და ამ სენსორს თუ არ დააწექი ხო არ ჩაირთვება ღუმელი როგორ მოხდა რანაირად მოხდა არ ვიცი როგორ ჩაირთო დაბლა ღუმელი ვერ ხვდები სასომარც ახლა რატო უნდა მიეჭირა სენსორზე ხელი ხო ერთი წელია აქ ცხოვრობთ და მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და მეც რა თქმა უნდა არ მიმიჭერია მაგრამ ეკრანზე ჩანდა რომ ღუმელი იყო ჩართული ორი ვარიანტია ლაივშიც მითხრეს რომ შეიძლება ჩაინიკი რო ადუღდა ეს ორთქლი რო უბერავდა სანამ გავთიშავდი სენსორს პირდაპირ სენსორს უბერავდა ეს ორთქლი და შეიძლება სითბურ ამბავში ჩაირთო ერთი ვარიანტი ეგაა რომ სენსორზე იმოქმედა ამ ორთქლმაც ხელმა ჰაერმა როგორც სითბურმა იმან და მეორე ვარიანტი არის ის რომ გასრო წმინდავდი ამ სითხეებით მე 1000 სითხე მაქვს გაზისაწმენდი და რამე ჩავიდა დასველდა და დენმა გადასცა რა ესე რომ ვთქვა რა იმიტომ რომ დენით ხო ინთებოდა ეს გაზი აქამდე და ამ გადასცა და ავტომატურად რაღაცა მოხდა და აინთო ქვედა წვა მოკლედ რანაირად აინთო როგორ აინთო მე არ ვიცი მაგრამ აინთო და გადავრჩით ღმერთს მადლობა დროულად მივიღე ზომები ფანჯრები კიდე კაიღია მქონდა გაზისუნი არ იდგა ნუ ხანძარი უეჭველი გაჩდებოდა რა ეხლა ჩვენ რო ეს როგორ გითხრათ დროულად რო არ მიგვეღო ზომები შეგნით ისეთი რაღაცები ელაგა რომ ცეცხლი გაუჩნდებოდა აქაურობას უეჭველი ასე რომ ესეთი ამბავი გადაგხვდა დღეს დილით თავს ხო და მაგრამ ეხლა ყველაფერი რიგზია აბსოლუტურად დენიდან გავთიშეთ ამის საშიშროება აღარ არის უკვე რომ აქ ღუმელი შეიძლება ჩაირთოს დაბლა და აღარ არც ჩავთავ მე მაგ ღუმელს არასდროს აღარაფერს აღარ გამოვაცხობ ხუმრობ რა თქმა უნდა გამოვაცხობ და ჩავთავ კიდევაც უბრალოდ რაღაც დრო უნდა გავიდეს იმიტომ რომ როგორც გითხარით იმ მომენტში არ მინერვიულია მაგრამ მე რო ყველაფერი დაალაგდა ძალიან განვიცადე ძალიან მინერვიულა რა შეიძლება მომხდარიყო აი ამაზე ხო ესეთი ამბავი იყო რაც შეეხება მეორე ამბავს ლილეს სკოლაში დავრეკე დღეს სადაც უნდა დაიწყოს სექტემბრიდან სიარული და ხვალ მივდივართ რომ რაღაც გასაუბრება გავიაროთ მშობლებმა რაღაც საბუთები მივიტანოთ ნაწილი ლილესთან ერთად დაგვიბარეს აუცილებლად ბავშვთან ერთად მოდითო ხო და ვნახოთ როგორ ჩაივლის გასაუბრება რომ ეს სკოლა მხოლოდ გარედან მაქვს ნანახი შეგნით არასდროს არ ყოფილვარ და ხვალ ნახავთ შეგნიდან როგორ გამოიყურება და თან ლილეც უკვე კი ვეუბნები გარედან რომ დავდივართ რომ აი ეს შენი სკოლა იქნება ეს და ვაჩვევ მაგრამ შიდა გარემოსაც რომ ნახავს და შეხედავს და იმას იზავს უფრო კიდევ უფრო გაათვითცნობიერებს იმას რომ რაღაცა პერიოდის მერე ამ შენობაში უნდა იაროს აქ სკოლაში უნდა იაროს და ასე შემდეგ მაგასაც ეხა შეგნით რა თქმა უნდა მე არ გადამაღებინებენ მაგრამ როგორ ჩაივლის ანაირად ჩაივლის ხვალ მაქსიმალურად ყველანაირ ინფორმაციას გაგიზიარებთ რაც შეეხება ლილეს ბაღს ლილეს ბაღს ამთავრებს სადღაც ივნისში და სადღაც ივნისში ამთავრებს და მაისში ეხლა 13-ში აქვს ფოტოსესია როგორც გამოსაშვები ხო და პაკეტები არის იქ ფასიანი პაკეტებია და დაირჩიო ის რომელიმე ფასი შენთვის მორგებული შენს ბიუჯეტზე და
მოკლედ ავირჩიეთ და 13 მაისს ექნება გადაღება. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე არ გამაჩნია ბაღის სურათი, იმიტომ რომ ბაღში არ მივლია ზოგადად. ხო და ჩემს უშს რო ექნება მიხარია. ჩემს უშს რო ყველაფერი თავის დროზე აქვს ეს მიხარია. ხო და რაც შეეხება კიდევ 5 მაისს არის დედების დღე, რაღაც პატარა ზეიმივით ექნება 5 მაისს და კაბა უნდა ჩავაცვა კოხტად და ლამაზად და ვუყიდე კიდე ბასანოჩკები დღეს ამ კაბისთვის. განახებთ ამ დღეს ან ხვალ დრო შენახული მაქვს ახლა იქეთ. ხო და განახებთ აუცილებლად იმ ბასანოჩკებსაც. კროქსები ვუყიდე კიდე რომ სახლშიც ჩაიცვას და ეზოშიც ჩაიცვას, ანუ ესე რა საყოველდღიუროდ რა. ეგენი ვუყიდე და მოკლედ მზად ვარ ორშაბათს ზეიმისთვის და ორშაბათს და მე უკვე ოთხშაბათს არის ჩემი ლამაზი პრინცესას დაბადების დღე. ჯერჯერობით წვიმას მიჩვენებდა გუში, დღეს უკვე ღრუბელს მიჩვენებს 7 მაისს. 7 მაისამდე კიდე როგორ შეიძლება ამინდი არ ვიცი, მაგრამ თუ მაინც და მაინც წვიმა იყო, მხოლოდ ბაღში გადავუხდი დაბადების დღეს და ის რაც თვითონ უნდოდა რომ წავსულიყავით პარკში და სკუტერებით წამოსულიყო და ასე შემდეგ. მაგას გადავწევ იმ დღისთვის, როცა იქნება სითბო და სითბოს აჩვენებს ძალიან მაგარ სითბოს კი არა სიცხეს აჩვენებს, მე მგონი პარასკევს თუ შაბათს, რომელიღაცა დღეს და ამიტომ ოთხშაბათს თუ ცუდი ამინდი იქნება ოთხშაბათს წავა ბაღში და ბაღში ექნება მხოლოდ ზეიმიეს ტორტი და მთელი ამბები. საჩუქარიც რა თქმა უნდა მის დაბადების დღეზე ექნება და აი ეს თვითონ რაც უნდა და ამას უკვე პარასკევს ან შაბათს გავაკეთებთ თუ ოთხშაბათს ამინდმა არ ივარგა. ესე გადავწყვიტე საბოლოო ჯამში რომ ესე მომიქცევით. ცოტას გადავდებთ. ამასობაში ჩვენი კარტოფილიც იწყებს დუღილს. გაკეთდა. პირველად გავაკეთე. ესეთია. მაგარია. ნუ ახლა საქართველოში სულ გუნიდა ცოტა მარილიანი ყველი, მე ვუქენი მოცარელა და მარილიანი ყველი. უბრალოდ უნდა ჭამო ცხელი, თორემ მე აი ესეთია. წავედით მე და სოსო მივირთმევთ. დღეს არის 1 მაისი და მივდივართ ლილეს სკოლაში, რომ გასაუბრება გავიაროთ. რაღაცა საბუთები უნდათ და ბავშვთან ერთად უნდა მივიდეთ ორივე მშობელი. ნახოთ აბა. მე ჩაიulis. ის ამოგვიდა მოვართ. რაღაცა ვერ ვარ ხასიათს. დილიდან იმედია გამოსწორდება. ლილეს უხარია, გონია რომ უკვე დაიწყებს სიარულს. მოვედით ველოდებით გაღებას. ეს არის ლილეს სკოლა.